როცა რამის გაკეთება გინდა ეცდები, მაგრამ არ გამოგდის. მაშინ რა უნდა ვქნაო? დავით მეფსალმუნე ამბობს: არა, თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი. ვარ გავართულე ძალიან. თუ უფალი არ ააშენებს სახლსო, ტყუილა იჯებიან მისი მაშენებლებიო. თუ უფალი არ დაიცავს ქალაქსო, ტყუილად ფხიზლობენ მისი დარაჯებიო. რატო ვამბობ? შოთა რუსთაველის სიტყვები რო თქვა, რაც ღმერთს არ ასწარდეს, არა საქმე არ იქნები და უნდა ვკითხოთ უფალს. უფალო, მე რო ამდენს ვეწვალები და არ გამოდის, იქნებ შენ არ გინდა რომ ეს გამოვიდეს. ან იქნებ იმიტომ არ გამოდის, რომ ჩემით ვეწვალები და უფალი არ ჩავაყენე საქმის კურსში, როგორც იტყვიან, უფალს არ თხოვე და უფალს უნდა რომ მასთან მივიტანოთ ეს საქმე, რომ მან დალოცოს და გამოვიდეს, რომ ჩვენი ხელით გაკეთებულის გამო არ ამაყდეთ, გამომპარტავდეთ, გესმიდა? უფლის დალოცვით რო გამოვა, ჩვენში სიმდაბლე შენარჩუნდება და საქმეც გამოვა. მეც რამდენი ხანი მინდა რაღაცები გავაკეთო, მაგრამ არ გამოდის და რა ვყოთ, იყოს ნება უფლის.